მარიამ საუბარი დავიწყოთ ყოფილი მთავარი პროკურორის განცხადებით მურთაზ ზოდელავა უკვე მეორედ თავას ძობს სახელმწიფო ბრალდებას და ქართულ ოცნებას რომ ის მზად არის ყველაფერი საკუთარ თავზე აიღოს თუ ყველა დაკავებულს 4 ოქტომბრის საქმეზე გაათავისუფლებენ მობიერებას გამოიჩენს საგამოძიებო უწყება ან მათთან საპროცესო შეთანხმებას გააფორმებენ ან რაიმე გზას მოიფიქრებენ მათ შორის ყურადღება გაამახვილა რომ ის მზად არის აიღოს პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის მიერ წაყენებული ბრალდებებიც და რა თქმა უნდა ყველა იმ ადამიანის მიმართ დაწყებული გამოძიებასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლებიც ამ დიდი შეკრების საქმესთან დაკავშირებით არიან დაკავებული. ასეთი 62 პირი არის მურთაზ ზოდელოვამ ყურადღება გაამახვილა მოშიმშილე პატიმარზე, მედროშე ბათუმელ მედროშეზე, ასევე ევა შაიშმელაშვილზე რომელიც საკმაოდ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით იმყოფება სწორედ პენიტენციურ დაწესებულებაში ქალთა კოლონიაში ისაუბრა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით მან აღნიშნა რომ ეს იყო ხალხის პროტესტი და კონსტიტუციის ფარგლებში იყო დაგეგმილი სწორედ ამ აქციის ჩატარება თუმცა რადგან ის იყო ის პირი რომელმაც მოუწოდა აქციის მონაწილეებს რომ ათონელზე გადაენაცვლებინათ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება რომ ყველაფერი საკუთარ თავზე აიღოს, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რა იყო პროვოკაცია და რა არა, მისთვის ამ დროისთვის ნაკლებად სარწმუნო არის რომ დაადგინოს რა მოხდა, მას არ შეუძლია ფიზიკურად, რადგან სრულ იზოლაციაში არის გამოკეტილი, თუმცა მზად არის რომ ყველა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს. Darüber kurz Bahnhofspolizei Jubis Federal Kasamadelis und deshalb ist in guter Rechte die ამასთან ძინაურობის მექანიზმი ჩვენ შეგუებულია ეს საშუალება ჩვენი არის სასამართლოზე და ეს იყოს რაღაცა ჩვენი შეფასება და გამოსვლება ჩვენ არ ვაკეთებთ როგორ შეიძლება ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან არტუსანი მოქალაქეებისგან გამომოჩენი მოქალაქეებისგან გამოძიებო ძალადობრივი ჯგუფი და ჩვენ პროფილირებთ და მოდელირებთ ეს მე ზავა მოკერა და უსამართლოა ჩვენ Сделала буквально смартфон, кризис, алгоритмы, общение, чили мусорда, протесты, акция, когда были вот, она тоже случалось, протесты, система, разделила. Информация, да, им сами, роботы, შეიძლება პროკურატურა და ოთხ კომაგა დაიწყო პროცესი პროკურატურის დაპორტირებაში. Კარგი დაიწყო სხვების სიმბოლო. ამან გამოიწვია შეგვიძლია ფაქტია ისაა ზარდა ხადელა ამ შეიძლება დავუყიდოთ ამავე თუ ეს გასი შესაძლებლად რომ პროკურატურა ეს პროკურატურა გამარჯვება ხარაგები და რაღაცა მობილები დამოკიდებულება გააუჩნდა ადამიანებზე, რომლებიც არის მასში აბსოლუტურად აღესანება სამომავლო ადამიანს. ახლა მოძრაობის ჩამწული ყველაზე ძირითადად ჩემო შეიძლება ჩამწული. მე რაღაცა მოსწავლე და ამავდროულად გაცილება რაღაცების მომხდარის გამოვიდეთ და დასაწყისად და ეს განაცხადება ორგანიზება კი არა ხაჭაპური არ გვიჭამია ერთად ამ სიტყვებით მიმართა პაატა მანჯგალაძემ დღეს მოსამართლეს და უთხრა რომ ბრალდება რომელსაც მას უყენებენ არის აბსურდული პაატა მანჯგალაძე აცხადებს რომ ის იოცნებებდა იყოს ისეთი პოლიტიკოსი რომ მის დაძახილზე 100,000 ადამიანი გავიდეს ქუჩაში ახსნა იმ პერფორმანსთან დაკავშირებითაც სადაც კადრებში ჩანს თავად ორგანიზატორებთან ერთად რა უთხრა მას სასამართლოს ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ტელეგრამ არხზე გავრცელდა ბრალდებულების სიტყვა რომელიც მათ სასამართლოს ხდომაზე თქოს. Mas foi como samartua, falou que estava justamente uma salvação se havia essa tudo ეს ვიდეო პერფორმანსი რომელიც შეიძლება და შეიძლება საერთოდ აღმოჩნდა რომ ეს
ვაცვიენებით, აი აქ ვაკეთებ საერთაშორისო და იქნება ყველა შედეგი ჟურნალისტები მაგალითად შეიძლება მოვიდე. პირველი ცერტიფიკატი გოგონა ისე რეკომენდაციის გადაგება. პროცესად მოყავთ კარგი. სოციალურებზე ანუ ვიდეო სპონტანური განაცხადება ჩემი ნამდვილად სპონტანური ჟურნალისტების კონფერენცია. ანუ სწორედ გადაგება განაცხადების კონფერენცია. და მინდა შეიძლება კი არა ვიჯინები ანუ ზოგადად სოლარული პროცესი არანაირი ორგანიზებული ჯგუფი მასების მისება ისწრო ან წინას ან კონკრეტის გამოცხადების ვიდეოები რაღაცას გეგმობა როლებია განაწილებული ესეთი რაღაცები არის პერფორმანსი შეუძლია სპონტანური და უბრალოდ შეიძლება ამ გეოგრაფიაში შეიძლება რომ ვიღაცა გამოიყენოს და თავშესაფრების საკუთრებას გამოიყენოს შეიძლება რა მაგალითად ეს ბაქალავრო ბიოცენები აგრეთვე იყოს იმართავს პოლიტიკოსი 100,000 მოხალხეები შეგვიყვება მაგრამ მე ეს რო შემოწმებულებს და ამაყრით პარტა ბრძოლაზე ზოგადად რომ პარტა მაგალითად ეს ის პარტია უკეთის სულთანი შეიძლება იყოს აი ასეთი მაგრამ ის შეუძლია ორგანიზებული ხაჭაპურები და პავადები და დაყავ აილა და გეგმაი პოალიტო სიას როგორია როც ყოფილი პრეზიდენტი არის პოტუარა შეიძლება მოსდევები საუბრში დასადარი სიმცერო ინვესტი ხოლმე ისინი მე პროშუდად გავიცა აკრე აღსავე და ისე ამას და მაგალითად უნივერსიტეტი გეკავებოდა რომ სიმცის თავისუფლება იმიტომ რომ თუ მე გავაკეთე აღსავება რაღაცა ერთად დავაკავე ის მე როგორ შეიძლება რაღაცა მე ვიმუშავე საკუთარ იმიტომ რომ მეგობრებმა ზოგადად იწოდნენ და ახლა ვარენები რომ რეალიზაცია არ შესაძლებელი როგორც აი ამიტომ ამიწოდე ეს გეგმა რეზოლუცია და ვაყურებ ვიღაცა შეჭამდა მე საერთაშორისო იმოჩენ ჯგუფი ადამიანები ამაშორებიდან ხალხებია როგორც ვიდეო კონსტრუქტორები აბსურდულ ბრალდებაზე ისაუბრა დღეს დაპატიმრებულმა პოლიტიკოსმა ირაკლი ნადირაძემაც მან აღნიშნა რომ თუ ვინმეს კონსტიტუციური გადატრიალება ან ძალადობა არის მისი მთავარი მიზანი და ამოცანა და ორგანიზებს ეს არის ქართული ოცნება ნადირაძე აცხადებს რომ ივანიშვილის გუნდი ცდილობს გაარუსოს ეს ქვეყანა როგორც ივანიშვილის ზებრა ვერ გახდება რაში ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება ეს იყო დღეს დაპატიმრებული პოლიტიკოსის მთავარი სათქმელი სასამართლოში ფიქრობ რომ ამაში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ იყო რომ ხალხი შეკრებილი იყო არც ერთი აქცია არ მოხდა 2012 წლის შემდგომ რომელსაც მე მონაწილეობა არ მიმეღოს და ამ აქციაზე ვფიქრობდი რომ დია ეს იყო საქციელებული აქცია დია აკეთო საუბარი შვიდობიან პროტესტზე და დია ეს იყო პროტესტი რომლის არსას რომლის მიზანსაც ვიზიარებდი და ვიზიარებდი არც ერთ ნაწილში მე მას არ ვაღიარებ იმიტომ რომ მიდავებიან სტრატეგიული ობიექტების დაკავებას თუ იმის არ მიტაცებული სტრატეგიული ობიექტების ქართლის ხელისუფლება და თუ იმის უნდა წაუყენოთ ძალადობრივი ორგანიზებული ტიპების შექმნას და ყველაზე ეს არის ასევე ქართული ოცნება რომელიც წლების განმავლობაში აორგანიზებული და აორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფებს თავს ესწრებოდა ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებს ეს დასტურდებოდა ასევე აქციებზე მათ შორის არის ქიმიური იარაღის გამოყენებია როგორც არის საუბარი ეს არის უდიდესი სკანდალი და შესაბამისად მე გვიწევდა რომ ყველა ეს ბრალდება აუცილებლად ადრე თუ გვიან წარედგინება სწორედ იმ რეჟიმის წარმომადგენლებს რომლებსაც დღეს ამ დღეში და ქვეყანა ჩართული აქტიურად იცინდა ივანიშვილს და ქართულს ამ ფედერის გარუსებს მაგრამ აი როგორც იცინდა ივანიშვილის ზებრა ვერ გახდება არაბული ტექნიკაში რამდენი არაბი საფრთხე საფრთხეში ისე ეს ქვეყანა ვერ გახდება რუსეთი ძალა ერთობაშია ყველაფერი მაგრად იქნება და არის ბრძოლა
ამ წუთებში ბრალთან დაკავშირებით კიდევ ერთი ბრალდებული ეკრი ჭხვირკია საუბრობს. მის სიტყვასთან დაკავშირებით უფრო ვრცლად შემდეგ გამოშვებაში მოუყვებით მაყურებელს, თუმცა გეტყვით, რომ დღეს მას მცირე შეპასუხება ჰქონდა მოსამართლესთან. ფეხზე იდგა ის სასამართლო პროცესზე, როდესაც მოსამართლე ეკრი ხუსკივაძე უთხრა, რომ დამჯდარი იყო, რომ არ იყო საჭირო ფეხზე დგომა, რის საპასუხოდაც ბრალდებულმა უთხრა, რომ 2 თვის განმავლობაში ის უკანონოდ ზის ციხეში და ამიტომ ახლა ურჩევნია, რომ იდგეს სხდომათა დარბაზში. მოკლედ გრძელდება 4 ოქტომბრის დიდი შეკრების საქმესთან დაკავშირებით სასამართლო განხილვა, ბუნებრივია სხვა ბრალდებულების სიტყვებთან დაკავშირებითაც მოუყვებით მაყურებელს შემდეგ გამოშვებაში.